ალვანში შემოგვაღამდა გზაზე რომ მოდიოდით შევამჩნიეთ აბრა საოჯახო სასტუმრო ალვანი გავიცნობთ ახლა ოჯახის დიასახლის ღამის აქტი გავათენთ უკვე დილიდან ერთად მოგიყვებით რა ხდება ამ საოჯახო სასტუმროში საღამო მშვიდობისა გამარჯობათ მობძანდით შემოგვაღამდა და თქვენთან უნდა გავჩერდეთ მინდა გითხრათ რომ ყველანაირი ნორმა დაცულია რომ მოდივართ ეს ხელი დავისპირტეთ ახლა სიცხეს გავიზომავ თუ მექნება სიცხე ვერ დავჩები თუ არ მექნება ვერანაირად ვერ დავჩები მექნება სიცხე დილიდან დილას ამ სახში გავათენებთ სად ვარ არ გწევს არა კარგია ჯარის თომარი ხართ There's a knock at your door სახშად ჩანსტუმრობთ ახლა საოჯახო სასტუმროს დაყენებენ ქორში ღვინოს დიდი გეგმებით არის და მე უკვე უნდა გავაცნოთ ოჯახის დიასახლისი და ყველამ დაგეგმოს თავისი სტუმრობა აქ და ვკითხოთ რა სერვისებს თავაზობს საინტერესოა საოჯახო სასტუმრო ალვანში ჩართულია თქვენი ყველა ოჯახის წევრი. როდის გადაწყვეტეთ რა ეს საოჯახო სასტუმრო გაგეხსნათ და რა სერვისებს თავაზობდით ამ მიმართულებით ტურისტებს? 5 წელია რაც გადავწყვეტეთ და გავხსენით საოჯახო სასტუმრო ალვანი. ეს განაპირობა იმან რომ მოთხოვნილება იყო დიდი ტურისტების, ჭირდებოდათ მოსასვენებელი ადგილები. სტუმრობდათ უფრო უცხოელი ტურისტები? დიახ, იმიტომ რომ თუშეთთან დამაკავშირებელ გზაზე ვართ და ყველა თუშეთში წამსვლელი ტურისტი ჩერდებოდა ალვანში. რამდენი ნომერი გაქვთ სულ და რამდენი სტუმრის მიღება შეგიძლიათ? დღის მდგომარეობით გვაქვს 6 საძინებელი. 15 სტუმარზე გვაქვს გათვლილი. რა არის ღირებულება თქვენთან განთავსების? ოთახის ღირებულება შეადგენს საუზმით 70 ლარს. გარდა იმისა, რომ ღამის თევა შესაძლებელი იყო თქვენს სასტუმროში, თქვენ თვითონ თუ თავაზობდით რამე სერვის ტურისტებს, როგორც იცი ამ მიმართულებით თქვენი შვილი ალეკო მუშაობს, რა სერვისები გაქვთ? უამრავი შეთავაზება გვაქვს ჩვენ ტურისტებისთვის. ეხლა თქვენ განსაკუთრებულ მომენტში შეგვიძლია შემოგთავაზოთ ველოტურები. აქვე ახლომახლო მოვინახოთ გარშემო ღირსშესანიშნავი ძეგლები, ეკლესიები, მონასტრები და ასე შემდეგ. ჩვენთან დამსვენებელი ამ მომსახურებას გასეირნებას, რა თქმა უნდა, სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე იღებს უფასოდ. თუ კი გრძელ გზაზე მივიდივართ, რა ხდება ამ შემთხვევაში? რა თქმა უნდა, ემატება რაღაც პაკეტები, ლანჩ პაკეტები, რაც ბუნებაში მოსასვენებელი, გვაქვს ყველა ინვენტარი ამისთვის. როცა მივიდივართ თუშეთში, მაშინ რა ხდება? თუშეთში არის 3დღიანი ტურები, 1დღიანი, უბრალოდ წასვლა-წამოსვლა და ასე შემდეგ. თუმცა გაქვთ ის სერვისი, რომ ნებისმიერ სროლს თქვენთან გაათენებს თუ არა ღამეს, დაუგეგმავთ, მოემსახურებით. თავისი კვებით არის, როგორც ვიცი, ეს სერვისი და თქვენ ყავთ ტრანსპორტით. თვითონ თუშეთში ასულები უკვე იქ რა სერვისი ხდებათ? თუშეთის მონახულება, ღირსშესანიშნავი ადგილების ნახვა, ულამაზესი ადგილები ალბათ გეცოდინებათ. არის კიდე სასტუმროში განთავსება, კვება, არის ასევე საცხენოსნო ტურები. თუ არ უნდა სასტუმროში გაჩერება, გვაქვს ასევე კარვის ტურები. მარჩევანი ძალიან დიდი გაქვთ, მოკლედ თავარია რომ თქვენამდე მოვიდნენ და მე უკვე თავგადასავალს თქვენ თვითონ უგეგმავთ და მართლაც დაუვიწყარი თავგადასავალი იქნება წარმომიდგენია, როცა ალვანიდან დიდ გზას გაუყვებით თუშებისკენ და რაც თავარია თუში ბიჭი გაგიწყებათ, რომელმაც ძალიან დეტალურად გზის ყველა მონაკვეთი. აი, აქ რა შემოვედი, შევნიშნე, რომ სახლის უკანა მხარეს გაქვთ ვენახები. თუშები და ღვინო ახლო არ არის ეს თემა თუშებისთვის. მაინც ყველა იძახის, რომ თუშებს არ გამოსდით ღვინის დაყენებაო. თუმცა თქვენ დაარღვიეთ ეს რაღაც სტერეოტიპები. ქვევში აყენებთ ამ ღვინოს? ჯერ არ ვაყენებთ ქვევში, ვაკეთებდით ხის დიდ კასრებში. ისეთი მოწონება გამოიწვია, რომ იდეა გაჩნდა, რომ მარანი გაგიკეთებინე. და ჩვენივე ღვინი, ჩვენივე ყურძნით გავაკეთებინა ეს მარანი და ღვინო ვაწარმოოთ. შემდეგ სეზონისთვის დავიწყეთ ახლა ეს ნაბიჯი, რომ შევუქმნათ ის პირობა, დააგემოვნონ ღვინო, შეიძინონ და ისიამოვნონ. დაახლოებით როდისთვის გეკმათ, რომ აფოთრირებულ სახეს მისცემთ ამ ყველაფერს? სავარაუდოდ უკვე შემდეგი წლისთვის იქნება მზად ყველაფერი.
რას გეგმავთ სამომავლოდ? სიახლეები ბევრი გვექნება, იმიტომ რომ ეტაპობრივად ვცდილობთ რომ რაღაცა სიახლე შევმატოთ ჩვენ სასტუმროს და არ გავჩერდეთ ერთ ეტაპზე. ამ ეტაპისთვის ვფიქრობთ რომ აი ეს თუშური ტრადიციული რომელზეც უკვე მივიწყებულია ეს კერძები, მაგის მასტერკლასები გავაკეთოთ და სანახაობა შევქმნათ ჩვენთან დამსვენებელ ტურისტებს. ძალიან მნიშვნელოვანია ერთ-ერთი მათგანი ჩორმა ყაურმა, რომელსაც დღესდღეობით ყველა დიდ ქვაბში აკეთებს და არა და ესე არასდროს არ კეთდებოდა. თავის სპეციფიური გაკეთების რეცეპტი აქვს და არის კიდევ ბევრი კერძი, რომელიც ასევე მივიწყების პირას არის და არ გვინდა რომ ეს თუშური ტრადიციული რაღაც კერძები დავკარგოთ და მაგ მხრივ გვინდათ რომ გავაგრძელოთ ჩვენი სამზარეულო. სამომავლო დავისახეთ იდეა გავაკეთოთ მასტერკლასები მატყლის დამუშავების. თავიდან იყო ისე თუშეთში რომ ეს მატყლით კეთდებოდა ყველაფერი. ტანსაცმელი იქსოვებოდა მატყლით, ხალიჩები იქსოვებოდა მატყლით და ასე თქვენ კულტურას უზიარებთ, ტრადიციულ კულტურას. ესა უძველესი, რომელიც მივიწყების პირას არის უკვე მისული ამ ეტაპზე. ეს სერვისი ალეკო აქ დახვდებათ სტუმრებს, აი აქ ამ სივრცეში. გეგმები მართლაც რა ძალიან დიდია. ძალიან მახარებს რომ მთელი ოჯახი ხართ ესე ჩართულები. მე მგონი უნდა წავიდეთ და გავისერნოთ და სოფელი ვნახოთ ველოსიპედებით და შემდეგ ალბათ უნდა ვესწავლოთ ლევანის სასახლეს, რომელიც თქვენ სოფელში ძალიან ახლოს არის და მე ყველა მსურველს უჩვევ რომ ამ სასახლის უნახავად არ წავიდნენ. სასახლეს საკმაოდ კარგი ისტორია აქვს, დანარჩენს უკვე ალეკო მოგვიყვება ადგილზე, მოგოი დროა რომ წავიდეთ. კი, აქ ლევან მეფის სასახლე იყო. რომელსაც 9 კარა ქვია. რატო ქვია 9 კარა? იმიტომ რომ 9 კარი აქვს. აუ, ეგ პროექტი იყო რა გავაკეთო. კარა განადგურების შემდეგ ინარჩუნებს ამ სახეს, ესაა ბოლო დარჩენილი რაც ახლა ამ ეტაპზე და რა თქმა უნდა შემოტევების დროს აქ მოხდა მკვლელობები და აქ ირავენ ამ ეტაპზე საკლავებს და სანთლისანთებენ და შესაძლებლობას თუშები იკრიფებენ. კი ბატონო. და აქედან გადავდივართ ნათლისმცემლის ტაძარში, რომელიც იქით ხარეს არის. მე გონი უნდა წავიდეთ ნათლისმცემლის ტაძარიც უნდა ვნახოთ. ცოტა რთული მონაკვეთია შესასვლელი და ხშირად. ეს არის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარი, რომელიც მე-6 საუკუნეშია დაარსებული. იყო ეს მეფეების საოცარი ადგილი, როდესაც მოდიოდნენ, ლოცულობდნენ და აქ ლოცვის შემდეგ გამოდიოდნენ და ამ თავის ულამაზეს ტერიტორიებს გადახურებდნენ. ეს არის ქვემო და ზემო ალვანი, იქ ზედახედიდან გამოჩნდება კარგად. ანუ აქედან ორივე ხო? ზემო და ქვემო ალვანი. მე გპირდებით მომავალ სეზონზე ამ პროექტის დახმარებით მექნება საკუთარი მარანი, დაგაგემოვნებინებთ ქვეურის ღვინოს, ქისი და საფერავი. ვაკეთ მომავალ წელს მარნის გახსნაზე ყველა ერთად მოდივართ, ვაგემოვნებთ ქის და საფერავს და მე ყველა ერთად მივუყვებით თუშეთის გზას.